მაშას ეს არის დღის ნოსრომი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქართონანა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ქართონანა, აი დღეს პარასკევია, როგორც წესი ამ დღეს ვაჯამებთ ხოლმე კვირის მთავარ საკითხებს, ამ კვირაში კი ტოპ თემებს შორის ნომერ პირველი, სწორედ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟია, რაზეც ალბათ კიდევ დიდხანს იქნება საუბარი, მით უფრო რომ დგება მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარების. აი მოდით პირველ რიგში სწორედ საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე ვისაუბროთ, მათ შორის თუნდაც იმიტომ, რომ აი როგორც თქვენ აცხადებთ, ამ საკითხს კარგა ხანია ლობირებთ და ჰააგაში გამომძიებლებთან უკვე გაქვთ, ასე ვთქვათ, ჩატანილი გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია თუ კონკრეტული ფაქტების შემცველი ინფორმაცია. აი გითხარით უფრო მეტი, კონკრეტულად რა მასალებია უკვე ჰააგის გამომძიებლების ხელში, რა იციან საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებულ მოვლენებზე და მეორე მხრივ რა შანსია იმის, რამდენად მაღალია შანსი მოხერხდეს იმის დამტკიცება, რომ რაც ასე ვთქვათ გასული წლის აქციებზე მოხდა, ეს არ იყო დემონსტრაციების ჩვეულებრივი დაშლა და როგორც თქვენ ამბობთ, ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩატარებას. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რამდენიმე მიმართულება გვაქვს საერთაშორისო გამოძიებისთვის, ამას ავხსნი და დავიწყებ ჰააგიდან, რა თქმა უნდა. როდესაც მე შევხვდი გამომძიებელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსი, მაშინ ეს იყო დეკემბერში შარშან, ახალდასრულებული იყო მოსახლეობაზე, აი ეს ანგარიშწორება, რაც ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე. მაშინ მე პირადად ინფორმაცია არ მქონდა ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისედაც ყველა სხვა ფორმა, რაც ვიხილეთ ჩვენ, მაგალითად დევნა, მე მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა. როდესაც გამოიყენება საპოლიციო ძალა, ვთქვათ რაღაცა მიტინგის დასაშლელად, იქ მოქალაქეების დევნა არაფერ შუაში არ არის. ლოკალურ ადგილას დაშალე მიტინგი, ბავშვებს და ადამიანის მოქალაქეებს დევნა ვაკის პარკთან, რაც ხდებოდა ეხლა, ვაკის პარკთან, რესპუბლიკის მოედანზე, აი სადაც არიან დაკავებული ჩვენი პოლიტპატიმრები, ეს არის დევნა. როდესაც ის საფრთხეს შენთვის უკვე აღარ წარმოადგენს. გავრილოვის ღამესაც მოხდა იგივე. ეს ახალი და დაუშვებელი რაღაცა არის. დევნა, ალყების მოწყობა. ნახეთ, რასაც აკეთებდნენ. მე დაზარალებულებს რო ვესაუბრები, ხედავ რომ აი ამ ალყების შედეგად მშვიდობიან ახალგაზრდებს რო დასდებდნენ, ალყას უწყობდნენ. ეს უკვე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, თუ ის რაღაც პერიოდი გრძელდება. ამის შედეგად კიდე ახლა როგორც აღმოჩნდა კაფსულები და სასუნთქი ნივთიერებები შეაგდეს იქ მთელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე რუსთაველის ზედა მხარეს. ესეც გამოსაკვლევია. მაგრამ ამას, ანუ მე ჩავიტანე ინფორმაცია, ყველაფერი რაც იყო საჯარო სივრცეში, რომელიც უკვე როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, მე მეჩვენებოდა, რომ იყო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. ეხლა ამას თუ დავუმატებთ ქიმიური იარაღის გამოყენებას, ეს არის შავი თეთრზე. აქ უკვე აი რა მოხდება, აი როგორც იურისწმინდა ამ შემთხვევაში გკითხოთ ობიექტურად, რა შეიძლება ემუქრებოდეს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებს, თუ კი საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მისივე ხელისუფლების მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი ქიმიური იარაღის გამოყენებას. კი, მოდი ახლა სამ გზას ჩამოვთვლი. ერთი, ჰააგის სასამართლო ეხება პირად სამართლებრივ პასუხისმგებლობას. იქ გასამართლებულია ძირითადად ძალიან ბევრი გენერალი, ახლა არის ბრალდება რამდენიმე რუსი სამხედროს მიმართ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხო ვიცით. ის ეხება კონკრეტულად პირადად კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, შეიძლება იყოს თქვა დეპარტამენტის უფროსი, რომელიმე პოლკოვნიკი შსს-დან, გადაწყვეტილების მიმღები, ცოტა ზევითაც, ახლა მილოშევიჩიც იჯდა ხო, ასეთ იმაზე, ცოტა ზევითაც შეიძლება ავიდეს. ძალიან სერიოზული მტკიცებულებების სტანდარტი ჭირდება და იქ გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ანუ ჯერაც ჩვენ უნდა დაველოდოთ, რასაც უნდა დაველოდოთ, სასამართლოს გაცხადებას, რომ გამოძიება დაწყებულია. იცის თუ არა სასამართლომ ამის შესახებ? აბსოლუტურად იცის. სულ მცირე, იმიტომ რომ მე ყველა სოციალურ ქსელში მყავს მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობენ, პირდაპირ მთავარი პროკურორის მრჩევლები არიან ჩემ სოციალურ ქსელში, BBC-ს ყველა კითხულობს. შესაბამისად, ყველა თანამშრომლ, ყველას გარეშეც ეს ინფორმაცია მათთვის საყურადღებო არის. ეხლა გადაწყვეტს თუ არა, რომ ოფიციალურად გამოძიება დაიწყოს, ამას გავიგებთ. ეს ერთი. ეხლა მეორე. ეს არის ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ორგანიზაცია, რომელიც ასევე მდებარეობს ჰააგაში.
ეს არის ძალიან სერიოზული, ოღონდ სახელმწიფოებრივი საკითხი. მან და მე 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მსჯელობა საქართველოზე. იქ იყო კონკრეტულად მსჯელობა, როდესაც სკრიპალი მოწამლეს, ახლა წარმოიდგინეთ, საუბარი არის ერთი ადამიანის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ხო? გახსოვთ? კი ბატონო. როდესაც სირიაში იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი, მაშინაც იყო ამაზე მსჯელობა. იქიდან შეიძლება ჩამოვიდეს დელეგაცია აქ, რომ შემოწმდეს ეს ყველაფერი. ველოდებით იქიდან რეაქციას. ყველამ უკვე მე ვიცი, როგორც ვიცი, ყველა პოლიტიკურმა მოქმედმა პირმა მიმართა ქიმიური იარაღის ორგანიზაციას და მესამე ძალიან სერიოზული გზა. ეს არის პასუხისგება ყველა თითქმის ყველა ქვეყანაში თუ რუსეთს არ ჩავთვლი და ჩრდილოეთ კორეას. ეს არის უნივერსალური მართლმსაჯულება, რომელიც ეხება ესეთ ძიმე დანაშაულებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე ასადის რეჟიმის თანამშრომელი, რამდენიმე ჩილეს დიქტატორის თანამშრომელი და დანაშაულების ჩამდენი გასამართლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამას ჭირდება უბრალოდ მუშაობა, დაზარალებულების მუშაობა, ჩვენებების შეგროვება და ცნობიერების ამაღლება. იცით როგორ შეიძლება მოხდეს, რომ აი შვედეთში რომ ჩავა ვიღაც პირი, რომელიც ამ ყველაფერში ბრალდებულია, შეიძლება უცებ შვედეთის მოსამართლემ გადაწყვეტოს, რომ ის დააკავოს. აი სამი მიმართულება. თქვენ გასვათ შორის ხშირად ესმის საზოგადოებას ერთგვარი მუქარა ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომ ქართულ ნიუნბერგს მოუწყობთ. აი სწორედ ამ გზებს გულისხმობთ, როდესაც ქართულ ნიუნბერგზე საუბრობთ, თუ არ ვიცი, გაქვთ კიდევ სხვა იდეა და ინიციატივა, ხედვა, რაც ასევე ფიქრობთ, რომ უნდა იყოს განხილული იგივე სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან თუ იურისტების ჯგუფთან და იგივე არასამთავრობო სექტორთან. ნახეთ, ჩემთვის როგორც ქართველისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა და სწორი იქნებოდა, რომ სადმე უცხოეთში არ ვეძებოთ სამართალი. აქ იყოს მართლმსაჯულების და დაუსჯელობის აღმოფხვრის შესაძლებლობა. ეს ამისთვის ვიბრძოდი ყოველთვის. აქ იყოს შესაძლებლობა, ამის იდეაც მე დავწერე ჩემ გეგმაში, რომელიც გამოვაქვეყნე, მაგრამ ამას ხელისუფლების ცვლილება ჭირდება. ჯობია, რომ ნახეთ, არ მივიღოთ, რომ ადეიშვილის მოადგილე გივი მიქანაძე ეხლა გვევლინება განათლების რეფორმატორად. ღმერთო, სად არის სამართალი? გივი მიქანაძე, რომელიც ეხლა არის ბრჭყალებში ვიტყვი განათლების მინისტრი, იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. მისგან ბავშვების უფლებებზე ვერავით არ ლექციებს, მსჯელობას და იდეებს მე ვერ მივიღებ, ხო? ეს არ არის რომელიღაცა ილია ჭავჭავაძე განმანათლებელი, რომ გველაპარაკებოდეს, როგორ უნდა მოიტანოს მეტი განათლება ქვეყანაში. და ეს მოხდა რატომ? იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი დაინერგა ქართული ოცნების მხრიდან. არ მოხდა მართლმსაჯულება აქ. გადმოიბარეს მურუსიძე ჩინჩალაძე და ეხლა მე მინდა დავაზუსტო, ნახეთ, არავით არის სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ არ იქნება. არ იქნება. იმიტომ რომ ისინი რატომ გონიათ? დიახ, არ იქნება, აი ველოდები გავიდა უკვე ერთი კვირა. იმიტომ არ იქნება, რომ ჯერ ეს ერთი არ აყავთ მათ ლონდონში მურუსიძე ჩინჩალაძეს ყوار გადასხავენ იქ. აქ ჩივიან, აქ ბედავენ, რომ სადონ რო გაგვაჩუმონ, იმიტომ რომ აკონტროლებენ მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას. თორე ნურას უკაცრავად ლონდონში ისინი ვერავის ვერ აკონტროლებენ და ვერანაირად ვერ გაბედავენ, რომ გახსნან ის პანდორას ყუთი, რასაც ქვია, რა ჩაიდინეს საქართველოში. ამას არ გააკეთებენ თვითონ. კეთილი, ხა ერთია თქვა გამოძიება და მისი პერსპექტივები, მეორეა საერთაშორისო სანქციები, რასაც ოპოზიციური ძალების ნაწილი სწორედ BBC-ის სკანდალური გამოძიების კვალდაკვალ ელოდება, როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ისმის განცხადებები, რომ BBC-ის ფილმი ბოლო ლურსმანივით შეიძლება იყოს ქართული ოცნებისთვის და შესაძლოა სერიოზული ახალი პოლიტიკური და დიპლომატიური ტალღის წინაპირობა გახდეს, რასაც საბოლოოდ არ ვიცი, ქვეყნის კიდევ უფრო დიდი მასშტაბის იზოლაცია მოჰყვეს. აი სანქციებთან მიმართებაში შექმნილ მოლოდინს თქვენ თუ იზიარებთ და ამ თემას როგორ უყურებთ და თქვენც თუ აფასებთ BBC-ის ფილმს, როგორც არ ვიცი, ბოლო ლურსმანის ეფექტს ქართული ოცნებისთვის. მე პირიქით მაქვს წარმოდგენა, რომ და ვიცი რა, როგორ ხდება მტკიცებულებების შეგროვება ასეთ დანაშაულებზე, თუნდაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მგონია, რომ რაც BBC-ის ფილმშია არის უბრალოდ აისბერგის ყინულის ზედა ნაწილი. იმიტომ რომ იქ ხო ნახეთ როგორ არის წერია, რომ მოპოვებული იქნა დოკუმენტები, სადაც იყო მითითებული ის დასახელებები ქიმიური ნივთიერებების, ხო.
ანუ მე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარი არის იგივე მოწმეთა ჩვენებებზე, ანონიმურზე, მოპოვებულ დოკუმენტებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისე მოემზადებოდა ობიექტურობით გამორჩეული ეს მედია ორგანიზაცია, რომ მარტო მტკიცებულებების აისბერგის წვერს ხედავთ. ამიტომაც ვერ იჩივრებს ქართული ოცნება. ამიტომაც ეცდება ორშაბათიდან მე მაქვს ინფორმაცია, რომ დარეკეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ხდომები პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით. გადაფაროს ეს თემა, ეს არის ქართული ოცნების მიზანი. ცალსახად ისინი მთელი კვირა ცდილობდნენ ხან რითი გადაფარონ ეს თემა, ხან რაღაცა იდეა შემოაგდეს, არ გამოვიდა არაფერი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად გააწვნეს სილა ქართულ ხალხს. ხო, მეტი რა უნდა დავარქვათ ამას. ეხლა ეცდებიან რომ მოაწყონ. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა და მივმართო პარტიებს, თუ მართლაც მოაწყობენ ამ სანახაობას, რომ ყველამ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ აი ამ მოწამვლის და ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე ვილაპარაკოთ. კი, მოაწყოს ჩახვიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ისაუბროთ იმაზე, როგორ მოწამლა ქართულმა ოცნებამ მისივე მოქალაქეები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას უნდათ ეხლა ნახეთ რა უნდათ, რომ მოეწყოს იქ სცენა, ყველამ დაიწყოს ლაპარაკი თავის პარტიაზე და ყველას დაგვაუწყდეს ეს მთავარი ძალიან სერიოზული დანაშაული. ამის მაგივრად მოგვიწყობენ ამ ასპარეს, ჩავიდეთ და კი ყველა მილაპარაკოს თავის პარტიაზე, ოხონდ იმით პარტიებს რომ იმიტომ აუქმებენ, რომ რაც უნდა იზალადობა უნდა ჩაიდინო ამ ქვეყანაში, ხო? პარტიებს და მედიას და ონლაინ მედიას რატო უტევენ? ყველანაირ დამოუკიდებელ დაფინანსებას რატო უტევენ, რომ მარტო დარჩნენ და გააკეთონ რაც უნდა გაუკეთონ ქართულ ხალხს. კეთილ ქავტონანა კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მინდა თემაზე, რომელიც შეეხება იმას, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ხა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს მოისმენდით 3 დეკემბრის განცხადება მაქვს ხედულობაში, სადაც ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ წყლის ჭაულში გარკვეული ქიმიური ნივთიერება იყო გარეული, თუმცა თქვა ისიც, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული და დეტალებს გამოძიება გაასაჯაროებს. აი როგორ ფიქრობთ, თუ კი მოხერხდა ეგრეთ წოდებული კამიტის გამორიცხვა, რატომ ვერ ხერხდება იმის თქმა, რა ნივთიერება იყო შერეული წყლის ჭაულში? რად უნდა ამას გამოძიება და უნდოდეს თუ არა ამას გამოძიების ჩატარება? აბსოლუტურად ყუილია, იგივენაირად ეს არის დროის გაწელვის მცდელობა, როგორმე აი მოატანონ ამ კვირამდე, კვირის ბოლომდე რო იქნებ ეს ყველაფერი ჩატყმარდეს. აქ მინდა აღვნიშნო ორი რაღაც. უკვე რაც ითქვა გომელაურის მხრიდან, რომ ჩვენ მართლაც გქონდა, ანუ ჯერ იყო მცდელობა, რასაც მე ვეძახი, მიშა მოვა, ხო? ყველაფერი ნაციონალებს, ეს ხო ეს ამათი ნომინალი რომ არის ცისფერმთებში, დაახლოებით ესეა, ხო? ყველაფერზე ან უნდა დააბრეხონ რაღაცა ფანტასტიკა, თქვან რომ ყურადღება გადაგვატანინონ, რასაც მკვდარ ვირთხას ვეძახი, რაღაცა თქვან, ან გადაფარონ რაღაცა ამბით, ცადეს, ან მიშა მოვათი, ანუ ყველაფერი ნაცებს ეკუთვნის, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი არ იმუშავა და ამასობაში წამოწდათ რა. გომელაურმა თქვა, რომ ჩვენ მართლაც გქონდა. მან ეს თქვა, იმიტომ რომ არ იცის და არ იცოდა, რომ აქ სხვაობა არის ორი. ფლობაც პრობლემაა, მაგრამ ფლობაზე უარესი სარგებლობაა, მაგრამ ორივე პრობლემაა. ანუ როგორ უნდა დადგეს საკითხი, ვინ შეიძინა თუ ვინ გამოიყენა თუ ორივე ერთად, რას ამბობთ? იმიტომ რომ ხო ახლა რასაც უყურებთ ქართულ ოცნებაში, პასუხისმგებლობის ისრების სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე და კონკრეტულად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისკენ ვანო მერაბიშვილისკენ გადატანას ცდილობს. ხო, ეხლა იცით რა არის, შეიძლება ბევრი რამე ეცადონ, ეს არის ტრადიციული მექანიზმი, მაგრამ ფლობის შემთხვევაშიც სამინისტროებს, მინისტრებს იმის შემდეგ 13 წელი გავიდა, უნდა ჰქონოდათ ჯერ ესეთი ვალდებულება აქვთ, რომ ნახონ რა აქვთ, თუ აქვთ ქიმიური იარაღი, უნდა გამოაშკარავონ, ჰააგას შეატყობინონ, გაანადგურონ. ეს მთელი რიგი ვალდებულებებია, მაგრამ აქ მეორეა. ჩვენ ხომ მტკიცებულებები გვაქვს სარგებლობის. მარტო ჩვენ ხო საწყობში ხო არ მივედით და იქ ხო არ აღმოვაჩინეთ, ექიმთან რომ მიხვალ და რომ აღმოაჩენ, რომ რაღაც გააკეთე. ესე ხო არ იყო. ანუ აღმოჩნდა ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და მათი შედეგები კიდევ გრძელვადიანად ჩვენ არ ვიცით რა შედეგები დაუდგება ამ ხალხს. კვლევებია სახეზე, სადაც ჩანს რომ ეს იარაღი იყო გამოყენებული.
ეს არის უმძიმესი დანაშაული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვიდრე ფლობაა და პასუხები ორივეზე გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ამ კითხვებთან ერთად ახლა დემოკრატიულ სახელმწიფოში ვერავინ ვერსად ვერ წავა. პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ირაკლი კობახიძეს და მე მასთან ასევე ძალიან სამწუხარო რაღაცას ვეტყვი. მე მგონია, რომ ის გაიზიარებს გახარიას ბედს. ანუ ირაკლი კობახიძეს პერსონალურად მას მოუწევს თქვენი აზრით პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ მართლაც ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამ თემას და აჟიოტაჟს ახლავს, არის ის, ვინ შეიძლება შეიწიროს ამ ამბავს ქართულ ოცნებაში და სხვათა შორის ბევრი ფიქრობს თქვენს მსგავსად, რომ აი სწორედ კობახიძე შეიძლება იყოს ის ვისი გაწირვაც მოახდინოს, შესაძლოა მოახდინოს გუნდმა შექმნილი აჟიოტაჟის და ნებათა ღელვის ჩასაცხლებლად. აი რატომ ფიქრობთ, რომ პერსონალურად ირაკლი კობახიძე არის ის, ვისაც მოუწევს ამ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება? იმიტომ რომ გვაქვს ერთი პრეცედენტი და ეს პრეცედენტი ახლა ისვენებს გერმანიაში. და ეს პრეცედენტი არის გავრილოვის ღამის საკითხი, რომელიც ასე როგორც საჯილდაო ქვა ჯერ იყო მისი დაწინაურების საშუალება და შემდეგ მისი როგორც განტევების ვაცის გამოყენების საშუალება. ბრემენელ მუსიკოს გულისხმობ ზუგანოვის, ქართული ზუგანოვის პარტიის ლიდერს, იმიტომ რომ მისი პარტია რასაც აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა და დიქტატორის მეხამრიდობა. მაგრამ ეს პრეცედენტი ჩვენ გვაქვს, ნახეთ ჰააგაზეც სუფთა სამართლებრივად მინდა ვილაპარაკო ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი იყო იუგოსლავიის ტრიბუნალი, ხო? მილოშევიჩი იყო იქ გასული. წლები დაჭირდა იმის დამტკიცებას, თუ სამართლებრივად მიუდგებით და არა პოლიტიკურად. მილოშევიჩი როგორც მაშინდელი პრეზიდენტი იყო თუ არა დანაშაულებზე პასუხისმგებელი, იმიტომ რომ იქ ეს არიან იურისტები. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილისაც არ გულისხმობ. ეს სხვა არის და ის დგას. მაგრამ სამართლებრივად თუ საუბრობ და თუ აი ჩავეძიებით სუფთა იურიდიულად მილოშევიჩს არ დასცალდა, თორე არ ვიცით მას გაასამართლებდნენ თუ არა სახელმწიფოს მეთაურს, ხო? ამ შემთხვევაში სამართლებრივად თუ ჩავეძიებით, ყველაზე მთავარი კითხვა დადგება, ვინ გასცა ბრძანება, რომ ეს იარაღი გამოყენებულიყო, ვინ იცოდა და ეს არ გააჩერა. აქ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჯაჭვი არის, მარტო კობახიძე არა. მთელი ჯაჭვი არის პირების უკაცრავად ახლა იქ ხედავდით ჩვენ შემსრულებლებს, მაგრამ ასეთ სისტემაში როგორ ხდება ხოლმე ხა ქვედა აიკებს უფორმებენ საპროცესო გარიგებას, ამას აკეთებს ახლა მთავარი პროკურატურა, იმისთვის რომ უფრო დიდ ვეშაპზე, უფრო დიდ თევზზე აი ამ კონტექსტში მოდით BBC-ს ფილმის საფუძველზე სუსში დაწყებულ გამოძიებაზეც კითხავთ და შევაფასოთ ის ასე ვთქვათ საგამოძიებო მოქმედებები, რაც ამ დღეებში ვნახეთ მამუკა მდინარეძის უწყების მხრიდან და რა ვნახეთ ესეც გავახსენოთ მაყურებლებს, ვნახეთ რომ გამკითხვაზე დაიბარეს პოშტულში ამ ეტაპზე სწორედ BBC-ს რესპონდენტები. არ ვიცი, აი რამდენად სწორად ხედავს სუსი თქვენი აზრით და შეფასებით საკითხს და პრობლემას და მეორე მხრივ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რატომ არ ხდება სუსში გამოძახება ვახტანგ გომელაურის, მისი მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის, თუნდაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ხარებასი თუ არ ვიცი სხვა შესაბამისი პირების. იცით მე ამას ვეძახი მექვაბიშვილის სინდრომს. მექვაბიშვილი იყო, თუ არ ვცდები, მექვაბიშვილი იყო აუდიტის სამსახურის დირექტორი. ძალიან კარგი თავისი საქმიანობით. და სულ კითხულობდი, რომ ეს აუდიტის სამსახური ეგეთ კარგ ანტიკორუფციულ ანგარიშებს რო წერს თქო, რატო არავის არ იჭერენ თქო. და მე რო დაჭირდათ მოკიდეს ხელი და კი დააკავეს მთელი შემადგენლობა, აგერ 2-3 თვე ამ დაკავებებს უყურებდით კორუფციისთვის, ოღონდ არა სამართლიანობისთვის და დაუსჯელობისთვის. არამედ პოლიტიკურად, როდესაც დაჭირდა ეს ბიძინა ივანიშვილს, ხო? ღარიბაშვილიც, ფედერაციების თავმჯდომარები და ყველაფერი. იგივე მოხდება აქაც. ჯერ ეს ერთი სუს ამ საქმეებთან სიმართლე რო დადგინდეს, არაფერი არ ესაქმება. ეს ჩვეულებრივად პროკურატურის საქმე იქნებოდა. მაგრამ მე მგონი სუსი იმიტომ აწარმოებს ამ დაკითხვებს, რომ მექვაბიშვილის სინდრომი მუშაობს. ეს ყველაფერი შეგროვდება, დაიდება და ამუშავდება იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მართლა დაიდინა, ოღონდ როდესაც პოლიტიკურად საჭიროა, ან როდესაც ამას ჩვენ გავაკეთებთ, იმისთვის რომ დაზარალებულების კითხვას პასუხი გაეცეს.
კეთილი ქალტონანა კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ, რაც თქვენ ახსენეთ კიდეც პარტიების საკრძალოსთან დაკავშირებულ თემას გულისხმობდა, თქვით რომ თქვენი ინფორმაციით საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მომავალი კვირიდან აპირებს ამ საკითხზე მსჯელობის გახსნას. აი ამ თემაზეც გაგვიზიარებთ თქვენი პოზიციები. აი ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მოწოდებით, რომ წარმოებაში არ მიიღოს სარჩელი. როგორც ჩანს, ეს ასე არ ხდება, ხო? რადგან ვინაიდან და რადგანაც არის ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას დაიწყება ამ საკითხის განხილვა. რა იქნება ფინალი? მოკლედ იმ ამბის, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, ასე მარტივად გითხავთ და კიდევ ერთხელ რომ გავახსენოთ მაყურებლებს, დღის წესრიგში დგას სამი ესეთი წამყვანი და პროევროპული პარტიის საკრძალვის მოთხოვნა: ნაციონალური მოძრაობა, პარტია ახალი და ლელა. ხო, მე აქ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, იმით დავიწყებ იქიდან, რომ მე სახელმწიფოსთვის ჯობდა, რომ გაკეთებულიყო ისე, როგორც მე ვამბობდი თავის დროზე, 2012-13 წლებში სიმართლის კომისიის სახელით მოგვევლო ყველა იმ პრობლემისთვის თუ სისტემური პრობლემისთვის, რომელიც შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. ეს იქნებოდა სწორი. ახლა რაც ხდება, ეს თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, არის ისევ და ისევ სანახაობის მოწყობის მცდელობა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არავის არ უმკლავდება იმისთვის, რომ ან სიმართლე დადგინდეს, ან დანაშაული აღიკვეთოს, ან სამართალი აღსრულდეს. აგერ პოლიტიკური ლიდერები, ვისაც მოუნდება, მოკიდებს ხელს და სვავს ციხეში. არ დალოდებია პარტიის გაუქმებას, ხო? შესაბამისად, ეს არის საშუალება, რომ ჯერ ესეთი აშანტაჟონ თვითონ ამ პარტიის წარმომადგენლები და ემუქრონ მათ. მე ამის შემდეგ და მოაწყო მთელი სანახაობა იმისთვის, რამდენიმე თვე ამ თემაზე გვალაპარაკონ, მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის უმწვავესი პრობლემები რა არ დაგვავისდეს, ემიგრაციის პრობლემა ხო არ უნდა დაგვავისდეს, გადავიდა მეორე ნაწილს. ეხლა განათლების რეფორმის საკითხი რო შემოგვიგდეს რა, ბავშვთა შიმშილის საქმე დავასრულეთ უკვე, ბავშვთა შიმშილი აღმოვფხვერით? ნომერ პირველი პრობლემა ზოგად განათლებაში არის მშიერი ბავშვები საკლასო ოთახებში და ლარს არ უმატებს ბიუჯეტს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ამის გარდა ყველაფერი, რასაც გვთავაზობს განათლებაში, ეს არის ცირკი, იმიტომ რომ ყურადღება გადავიდეს მთავარი პრობლემიდან. ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მესამე ახალგაზრდა არსად არ სწავლობს და არსად არ მუშაობს. ლელა, არ ვიცი, თქვენ თუ ხედავთ, ქუჩები სავსეა ახალგაზრდა უსაქმოდ მყოფი ახალგაზრდებით, რომლებიც აი უკვე ძალიან ბევრ დანაშაულსაც ჩადიან. იმის მაგივრად, რომ მათი შიმშილის პრობლემა მოაგვაროს და დასაქმების ხელისუფლება გვპირდება, რომ რაღაცა ციხეებს მოიგონებს, სპეციალურად ბავშვების ციხეებს. ხო და აქედან რო ყურადღება გადაიტანოს, ახლა მართლმსაჯულება საკონსტიტუციაში არ დგება, საკონსტიტუციოს აკონტროლებს ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ყველა საჩივარი, ყველა ჯარიმაზე, ყველა პატიმრობაზე, ყველა პარტიაზე იქ უნდა გაიგზავნოს ამ ხალხსაც. აი აიხმანებს, ხო, ნიურნბერგის დროს იყო ასეთი სიმბოლო, ადოლფ აიხმანი, რომელიც უბრალოდ კანონს ასრულებდა, რა ვქნათ და დაავალეს და ხრეთდა ხალხს. ამ ქართველ აიხმანებს ვაიძულოთ, მაინც რომ პასუხი აგონ. მადლობა ქართულანა იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. ანა დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი, ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვერდით.